მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო წარმომადგენლების მიერ და არა ეგრეთ წოდებული de facto ან de jure რაღაც ან სეპარატისტული სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ. არ არსებობს de jure ხელისუფლება, როგორც ჩვენ კარგად ვიცით ყველა. არსებობს საოკუპაციო ძალაუფლება რუსეთის, საოკუპაციო ჯარი, საოკუპაციო რუსეთის ფედერალური სამსახურის ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ჯარები, რომელიც ფაქტიურად ატარებს საოკუპაციო ხასიათს და მათ მიერ განხორციელებული პროვოკაციები. მე მადლობელი ვარ თქვენთვის, რომ თქვენი რომ პირველი წუთიდან იჩენით ყურადღებას ამ საკითხისადმი. მე მოვისმენთ თქვენი კრიტიკული გამონათქვამი მთავრობის მიმართაც და შემიძლია დიდი ნაწილი გავიზიარო და მივიღო ეს კრიტიკა, რომ საქმე ეხება ჩვენ ბავშვებს, საქმე ეხება ყველაზე უფრო გასაფრთხილებელ ნაწილს და დაუცველ ნაწილს ჩვენი საზოგადოების. ამ ბანდიტებმა ძალიან ზუსტად აირჩიეს სამიზნე მოსკოვიდან დავალებით და როგორ მე ვიცი რომ ოჯახებში იყავით დღეს რა სიტუაცია იქ. ჩვენ დღეს წარმოვადგენთ არა მხოლოდ ოპოზიციას ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფოს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კონდეს პირდაპირ და სისტემატური კონტაქტი ოჯახის იმ წევრებთან, რომლებიც ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან. საუბარია არასრულწლოვანებზე, მოზარდებზე, რომლებიც სრულიად უდანაშაულოდ აღმოჩნდნენ ტყვეობაში. ამიტომ მთავარი ამოცანა ცხადია სახელმწიფოსი არის რაც შეიძლება სწრაფად ამ ადამიანებისა და ბავშვების მოზარდების ტყვეობიდან გამოხსნა და მანამდე კი ყველა პირობის შექმნა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარობის მეშვეობით, რომ იქ სადაც არიან მეტნაკლებად ნორმალური პირობები ჰქონდეთ. თითოეულ მათგანს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. ერთ-ერთ მათგანს აქტიური ტუბერკულოზის პროცესიც აქვს. ამიტომ მათი მდგომარეობა მე შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ შეიძლება იყოს ძალიან მძიმე თუ კი დროულად გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. პირდაპირ და ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას თუ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ოდნავ მაინც წაგაქეზებთ თქვენ რაიმე მიმართულებით ძალისმიერი მოქმედებების განსახორციელებლად, რაოდენ ლეგიტიმური უფლებებიც არ უნდა გქონდეს საქართველოს სახელმწიფოს. ერთადერთი ბერკეტი სამწუხაროდ ამ ეტაპზე მართლაც არის საერთაშორისო აქტივობა და ჩვენ გვინდა ყველანი დავრწმუნდეთ, რომ სახელმწიფო ამ ხრივ ყველაფერს აკეთებს და იმაზე მეც რისი აკეთებაც შეიძლება. ხვალ ბაკ საუბარი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეუკვეთა სპეციალურად რომ ამ საკითხზე ველაპარაკო. მოვითხოვეთ დღეს დავიბარეთ საფრანგეთის ელჩი საგარეო სამინისტროში და მოვითხოვეთ საუბარი სარკოზისთან, როგორც გარანტორთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, რომელიც თავზე გადაახია რუსეთმა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროკავშირს, რა თქმა უნდა. და ამიტომ მე მინდა ეს საკითხები დავაყერო და პრაქტიკულად ის პროვოკაციები, რომელსაც ყოველდღე აწყობენ ესენი პირდაპირ გამოწვევა და ცდიან ასევე მათ რეაქციებს და ჩვენ საერთოდ გვინდა უფრო ხმამაღალი რეაქციები. ძალიან კარგად მესმის რა უნდა რუსებს უნდათ რომ ჩვენ ახლა შევძვრეთ, წამოვიღოთ რაღაც მათ მიერ დაგებულ ხაფანგს. მაგრამ ამავე დროს ისინი ზუსტად ცდიან რეაქციებს ასევე რა მოხდა, რას გააკეთებენ სხვები, როცა რუსეთის პროვოკაციების საპირისპირო. აი ეს არის თავი, რაზეც ახლა ფიქრობ.